ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები დღეს საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ მიიღო. საპატრიარქოში იმყოფებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია დაპატიჟა. სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრას წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები ესწრებოდნენ. შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში უშუალოდ საქართველოს მიმართულებით. საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც გვაერთიანებს საქართველოსა და ამერიკას. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს პოტენციალი კიდევ უფრო გააღრმავებისა. მთლიანობაში შეხვედრა იყო საქმიანიც და ძალიან გულთბილიც, იმედის მომტანი, რომ უახლოეს პერიოდში უკვე შესაძლებელი იქნება ითქვას, რომ ურთიერთობები სხვა ეტაპზე გადავიდა. საპატრიარქოს მხრიდან იქნა გაცხადებული, რომ საპატრიარქო მზად არის, რომ ჰქონდეს კავშირი და უშუალო ურთიერთობა მხარესთან, რომელსაც აინტერესებს საქართველოში ეკლესიის ცხოვრება.